ბიძიებო, ჯერ ნუ გამომღადრავთ. ვიტყვი რა. მადლობთ. საღამოს 11 საათზე გთავაზობთ ირაკლის აღინაზის ძილის პრულს. მამა, რა ტკინდა ნაჯახი? გაციუდებოდა საზამთრო ამოიღეთ კაცო კუბოდან. გვამი არ გავიტანოთ აყროვდა. შენ ფილტვი და ითამაშე. გამარჯობა. დღეს მოგიყვებით ზღაპარს ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ალისა 15 წლის ასაკში გათხოვდა. 16 წლის ასაკში ქმარს გაშორდა. 17 წლის ასაკში თმა გაცვივდა. მელოტი აღარავინ შეიყვარა და დარჩა მარტო. მარტოობა კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე ცუდი რამ გახლავთ 18 წლის ასაკში. ამიტომ ალისა ალკოჰოლს მიეძალა და თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი. ერთხელაც მორიგის იმთვალისას ეს ფიქრები ვიღაც უცნობს გაუზიარა. უცნობმა მთელს ქალაქს მოსდო ალისას სურვილი თავი მოეკლა. ხალხს შეეწოდა ალისა. ყველა წინასწარ უსამძიმრებდა და ანუგეშებდა. ქალაქი ალისას სიკვდილის მოლოდინმა შეიყო. ყველა ცდილობდა მისთვის სიცოცხლის ბოლო წუთები გაელამაზებინა. ყველა კარგს უკეთებდა, ყველა მისი სურვილი სრულდებოდა. მაგრამ ალისას თანამოქალაქეებს მოლოდინი გაუწყო და თავი აღარ მოიკლა. ხოლო იმედის გაცრუება, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე ცუდი რამ გახლავთ. განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობისათვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დილიდან საღამომდე სამსახურში შრომობენ და წუთი არ რჩებათ, განიტვირთონ და დაისვენონ. მოწყვეტილნი არიან ბუნებას და სუფთა ჰაერს. ქალაქის ორომტრიალში ჩართულებს სტანჯავთ დეპრესიები და უძილობა. სწორედ ამ ვითარებაში მყოფი საზოგადოება დატოვა ალისამ იმედგაცრუებული. ქალაქში იფეთქა მასობრივმა ფსიქოზმა. საშინელმა ანარქიამ მოიცვა საზოგადოება. 2 თვე გაგრძელდა ასე. ამ ქალაქის მოსახლეობა მთლიანად ამოწყდა. მხოლოდ ალისა და კიდევ 19 კაცი გადარჩა. ესე იგი სულ 20. ეს მრგვალი ციფრი ნუ დაგაბნევთ და ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩემი მოგონილია. მერწმუნეთ, რომ სრულიად შემთხვევით გამოვიდა ასე. ალისამ ამასთან დაკავშირებით ბევრი ინერვიულა. მან იგრძნო პასუხისმგებლობა იმ ადამიანთა სიცოცხლეზე, რომლებიც დაიღუპნენ და დადო პირობა, რომ ამიერიდან აღარასოდეს გაანდობდა უცნობ ადამიანს საიდუმლოს. 8 დღის შემდეგ ალისას კუთვნილ ბინაში ამავე ბინის პატრონი იპოვეს ვენებ გადაჭრილი. თან ისე, რომ ეს ამბავი არავის გაუღია. გვამი ჯერ სულ ჩვილი იყო, რაღაც 3 დღის. მაგრამ ვისაც ეკუთვნოდა უკვე 18 წლის გახლდათ. და როგორც მიხვდით, სახელად ალისა ერქვა. საწყალი ალისა, ამბობდნენ მისი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც 3 იყვნენ იმ 19 გადარჩენილიდან. ალისას სიკვდილის შემდეგ უკვე 20 აღარ იყვნენ, რადგან უბრალო არითმეტიკაა, რომ როდესაც 20 ადამიანიდან ერთი კვდება, 19 რჩება. ეს 3 ბავშვობის მეგობარი დაესწრო ალისას გვამის ამოცნობის საზეიმო ცერემონიას. პირველი სადღეგრძელო სწორედ მათი შეისვა ამოცნობის სადღესასწაულო ცერემონიალისადმი მიძღვნილ ბანკეტზე, რომელზეც ხალხი მაგრა დათვრა და ყველას გაახსენდა ის ბედნიერი წლები, როდესაც ყველი ორი მანეთი იღირდა და შუქიც 24 საათის განმავლობაში მიეწოდებოდა საპარიკმახეროებსაც კი ძილინების